ასწავლეთ სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2026 წელი ამოცანა ნომერი 14. რომელი გრაფიკი გამოსახავს ქუმუხტით დამუხტული E რადიუსის გამტარი სფეროს φ პოტენციალის დამოკიდებულებას მისი ცენტრიდან R მანძილზე. ესე იგი, რა გვაქვს მოცემული? გვაქვს რაღაც დამუხტული ბურთული ავიღოთ სფეროს ფორმის. ასე ბატონო ჩემო, ამის რადიუსი იყოს R დიდი და ახლა სფეროს ზედაპირზე ისევე როგორც შიგნით ველი არის 0, თუ ველი არის 0, შესაბამისად პოტენციალი გამოდის მუდმივი. ნუ რა ამას ცალკე ისტორია აქვს, გამომდინარე იქიდან რომ ელექტრული ველი წარმოადგენს პოტენციალის გრადიენტს აღებულს მინუს ნიშნით, შესაბამისად პოტენციალი უნდა იყოს მუდმივი. ნუ ეს ფაქტი მივიღოთ როგორც მოცემულობად. ძალიან უმაღლეს ფიზიკაში რო არ წავიდით ახლა ჩვენ. ესე იგი, რას ვამბობთ ჩვენ? ნებისმიერი წერტილი რო ავიღოთ ჩვენ აქ პოტენციალი ყველგან მუდმივია. ნუ პირობითად დავუშვათ აი რაღაც φ2 პოტენციალი, აქ იყოს რაღაც φ1 პოტენციალი. ესენი სულ ყველგან არის მუდმივები. φ2-იც, φ1-იც, φ3-იც, აქაც და აი ზედაპირზეც. შესაბამისად, თავიდან R-მდე, შევხედოთ E გრაფიკს R-მდე, ეს ჩვენი φ-ის დამოკიდებულება R-ზე უნდა იყოს მუდმივი, ხოლო შემდეგ უკვე, რადგანაც φ არის უდრის K-Q შეფარდებული R-ს, R-ის ზრდასთან ერთად, როცა R-ი გადააჭარბებს R-დიც, ამ დროს უკვე, როგორც ხედავთ, φ არის უკუპროპორციული R-ის. ანუ უნდა ikლებდეს φ როგორც ერთი შეფარდებული R ფუნქციამ. მაგ სახით ეს კი არის აი სწორედ ეს გრაფიკი. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ შეგვიკითხებოდნენ ველის დამოკიდებულებას რადიუსზე, ნუ მაშინ იქნებოდა ბეპასუხი, რადგანაც თავიდან იქნებოდა 0-ის ტოლი და შემდეგ დაეცემოდა R კვადრატის უკუპროპორციულად. თუმცა ამ შემთხვევაში პოტენციალის R-ზე დამოკიდებულებას ვიკითხებიან, ამიტომ პასუხი გამოდის E.